მოგესალმებით, დაგიბრუნდით ახალი საჯარო გაშლით. დღევანდელი საჯარო გაშლა შეეხება ესეთ შეკითხვას, თუ რა დამოკიდებულება და რა განწყობა გააჩნია ჩაფიქრებულ ადამიანს თქვენთან მიმართებაში. ვაკონკრეტებ იმას, რომ მნიშვნელობა არ აქვს ეს ადამიანი ვინ არის თქვენთვის. მეგობარი, ოჯახის წევრი, პარტნიორი, თანამშრომელი, მნიშვნელობა არ აქვს. ჩაიფიქრეთ თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ ადამიანზე. ამ დასტით საჯარო გაშლა ძალიან დიდი ხანი არ გამიკეთებია და ეხლა ვფიქრობ საერთოდ თუ კი ოდესმე გამიკეთებია ამ დასტით გონი. აბა ნახოთ დღეს როგორ პასუხებს მოგცემს. ჩაფიქრებული პიროვნების განწყობა და დამოკიდებულება თქვენთან მიმართებაში. როგორ არის თქვენთან მიმართებით განწყობილი ეს ადამიანი? პირველი, მეორე და მესამე. ვარიანტებისთვის გამოვიყენებ პირველი ვარიანტისთვის იყოს აი ეს უდაბნოს ვარდი, ბაწეწინა. მეორე ვარიანტისთვის იყოს აი ეს ხო? და მესამე ვარიანტისთვის. კარგი. პირველი, მეორე და მესამე. ჩაფიქრებულის დამოკიდებულება თქვენთან მიმართებაში. როგორ არის განწყობილი? გადავდოთ მეორე და მესამეს და პირველი ვარიანტით დავიწყებ. ჩაფიქრებულის განწყობა და დამოკიდებულება თქვენთან მიმართებაში. ჩაფიქრებული ადამიანის თვალში თქვენ ახლა ხართ ადამიანი, რომელმაც მოიპოვეთ ცოდნა, გამოცდილება და ისეთ ეტაპზე ხართ მისული, რომ შეგიძლიათ ეს თქვენი ცოდნა და გამოცდილება გააზიაროთ სხვა ადამიანებთან. თითქოს თქვენ ხელთ გიპყრიათ რაღაცა ისეთი და მე უფრო მგონია რომ ეს არის ცოდნა ან ხო გამოცდილება რომელიც იმაზე ბევრად მეტია ვიდრე ახლა მომენტისთვის თქვენს გარშემო ადამიანებმა იციან, ხო? ჩაფიქრებულის დამოკიდებულება კიდევ უფრო დეტალურად. რაღაცაში კომპეტენტურ ადამიანად გთვლით. საინტერესოა რასთან მიმართებაში, მაგრამ ზოგადად პირველი ვარიანტის ამომრჩეველებისთვის მისი განწყობა. აი თვითონ გადმოვარდა არკანი. მე მგონი დავაზუსტო ეს პირველი არკანი. ხალხო. აქ მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის რაღაც დანგრეული სასიყვარულო ურთიერთობა. ან ადამიანს ჰქონდა სურვილი იმისა, რომ თქვენ შორის რაღაც პარტნიორული ურთიერთობა დაწყებულიყო, მაგრამ რაღაცა გარემოება ამ სიტუაციამ ხელი შეუშალა თქვენი ურთიერთობის წინსვლას. და ადამიანი ფიქრობს იმას, რომ თითქოს აი თქვენს ურთიერთობას ფორმა ვერ მიეცა. ფიქრობს იმას, რომ აი რაღაცა სწორ დროს და სწორ მომენტს ელოდება.
თითქოს ადამიანს აქვს სურვილი იმისა, რომ გაიზარდოს, უფრო მეტად განვითარდეს, უფრო მეტად შემდგარი გახდეს ცხოვრებაში, მაგრამ აი სანამ აი ამ გზას ადგა ეს ადამიანი და სანამ მის ცხოვრებას ასტაბილურებს, ადამიანს აქვს იმის შიში და კომპლექსი, რომ აი თქვენ მიიღებთ თუ არა მერე მას. იმიტომ რომ აი ამ ადამიანს აქვს ძალიან დიდი შინაგანი პატივისცემა თქვენთან მიმართებაში და სადღაც შეიძლება თვლიდეს, რომ თქვენ მასზე ბევრად მეტი ხართ რაღაცით და აი ესეთი განცდა აქვს, რომ ეს ეგრე ფიქრობს, რომ აბა მიმიღებს ეს ადამიანი, რომ მოვა, თქვათ თქვენთან მიმართებაში და აი რაღაცა ცოტა კომპლექსებს თავის თავში კეტავს და ნუ რაღაცა ესეთი ის არის რა. შებოჭილი. ხო. რატო არის ხა ესე დაძაბული ეს ადამიანი? ნუ ფაქტია, რომ ემოციების გამოხატვა თქვენთან მიმართებაში ყოველ შემთხვევაში ძალიან უჭირს თქვენთან თავისი ემოციების გაზიარება და აი მაშინაც კი როცა გრძნობს აი ამ ღელვარებას და ემოციურ ფეიერვერკს ცდილობს რომ ჩაახშოს, ცდილობს რომ შეიკავოს და მოდი ვიკითხოთ აი ადამიანი დაძლევს თავის აი ამ შიშებს, კომპლექსებს, დაძაბულობას თქვენთან მიმართებაში ოდესმე იცი რა არის? თითქოს ეს ადამიანი ეხლა თავის ცხოვრებაში აკეთებს რაღაცას ისეთს, რაც შეიძლება საზღვარგარეთ არის წასული ემიგრაციაში სამუშაოდ. ხო, გამოვიცხოთ. მოკლედ, ადამიანი ცდილობს რომ შექმნას თავისი ცხოვრება. და რაც შეეხება იმას გამოხატავს თუ არა ოდესმე თქვენთან თავის ემოციებს. იცით რა არის? თუ კი მოხდება ისე რომ თქვენ და ეს ადამიანი საერთო სანაცნობო წრეში შეხვდეთ ერთმანეთს, ანუ რაღაცა მესამე ფაქტორმა თუ კი გადაგკვეთათ ერთმანეთთან, ამ შემთხვევაში შეიძლება უფრო თამამად და უფრო გაბედულად გადმოდგას ნაბიჯები. ესეთ შემთხვევაში შეიძლება, მაგრამ მანამდე, აი თითქოს ადამიანი ფიქრობს, რომ სწორი დრო უნდა მოვიდეს მაგისთვის. და აი რაღაც აი მარცვალი ჩააგდო ამ ადამიანმა და ელოდება, რომ აი ამ მარცვალმა ნაყოფი გამოიბას. ეს არის პასუხი და რაც შეეხება იმას, ოდესმე გაბედავს თუ არა თქვენთან საკუთარი ემოციების გაზიარებას, მოხდება ეგ, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ კი საერთო სანაცნობო წრე გადაგკვეთავთ, ან რაღაცა საერთო საქმე თუ ჰობი თუ რაღაც, ანუ რაღაცამ უნდა შეგახვედროთ ერთმანეთს. თორე თვითონ რომ მოვიდეს ეს ადამიანი ნაკლებად. აი თუ კი მოხდება რაღაცა ეგეთი გარემოება, მაგ შემთხვევაში კიდე. სხვანაირად ვერა. ეს იყო პირველი ვარიანტისთვის, რაც ამ გაშლით შემეძლო რომ მეთქვა, მაშინ გახსენებთ რომ ლაიქებში, კომენტარებში გელოდებით, გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილება, თქვენი უკავშირი. პირადი კონსულტაციებისთვის ნომერზე 511-1491-78. ეხლა გადავალ მეორე ვარიანტზე, რომელიც მილოდება აგერ 10 წუთი არ ამის. აი ეს ვარიანტი ვინც ჩაიფიქრეთ. ჩაფიქრებულის დამოკიდებულება და განწყობა თქვენთან მიმართებაში. ნუ აქედანვე რაც შემიძლია ვთქვა, ეს არის რომ რაღაცა იმ ზრუნველობა, ესეთი თბილი ემოციები, დახმარების, ემპათიის, სურვილი, საჭიროების შემთხვევაში, თქვა, აი რომ დაგჭირდეთ, ამ ადამიანის განწყობა იქნება ძალიან მზრუნველი. შეიძლება ეს მისი ხასიათია ზოგადად, ასეთი პიროვნება შეიძლება იყოს.
აბა ნახოთ ახლა ჩავეძიები. ჩაფიქრებულის განწყობა და დამოკიდებულება თქვენთან მიმართებაში. მეორე ვარიანტი. როგორი არეული პასუხი წამოვიდა, ის შევწუხდი. ეხლა გეტყვით რა ხდება. ადამიანები თავის განცდებში, თავის შინაგან მღელვარებაში, შფოთვებში და ეს შფოთვა ანუ რაღაცა ესეთი ინფორმაცია მოაქეხა ამ გაშლას, რომ თითქოს შორს ხართ ერთმანეთისგან, დისტანციაზე ხართ, არ გაქვთ შესაძლებლობა რომ ერთმანეთს ნახულობდეთ და შეიძლება სურვილი გქონდეს იმის, რომ გამოვიდეს კონტაქტზე, მაგრამ აი რაღაცა ლოდინის რეჟიმშია ეს ადამიანი, ელოდება, რას ელოდები? მეორე ვარიანტი. რას ელოდები? აი ზოგადად ეგეთი ხასიათის ადამიანი, რომ არ არის მაინც და მაინც ეს აქტიური ბუნების ადამიანი, რომ რაღაცა ხა იაქტიუროს, რამენაბიჯი გადადგას, მაგრამ თქვენ კი ზოგადად ეგეთი ხასიათი აქვს. ეს არის აი ძალიან ისეთი სტატიკური ადამიანი და ცხოვრებაში თუ რაღაცას ცulis, აი ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ზოზინით, ну ეგეთი ტიპია რა, ეხა თქვენთან მიმართებაშიც ეგეთი განცდა აქვს, რომ თუ რაღაცა მოხდება, თქვენ უნდა გააკეთოთ რამე, უფრო თქვენ გელოდებათ. კი ბატონო. კი ბატონო და ну განცდა და დამოკიდებულებაც ახლა თქვენთან მიმართებაში არის როგორი რომ აი ბოლომდე ხარ რომ გითხრათ რომ საერთოდ დაგივიწყათ ამ ადამიანმა და აღარ ახსოვს აღარ თქვენი სახელი აღარც გვარი ეგრე არ არის მაგრამ რო გითხრათ რომ ხა ძალიან ბევრს ფიქრობს თქვენზე და ეს იზმრებით და ელანდებით თქო ეგ მომენტიც არა აქვს უბრალოდ სურვილი იმისა რომ თქვენ შორის კომუნიკაცია გაგრძელდეს ისევ შეიძლება ქონდეს ან შეიძლება რაღაცა სათქმელი დარჩა ამ ადამიანს რაღაცა ვერ გითხრათ ბოლომდე რაღაც შეკითხვა აქვს და შეიძლება აი ვერ მოდის თუ რა აი რაღაცა აი დაუმთავრებელი აი შინაგანად ამ ადამიანის განცდაში ეს ურთიერთობა ჯერ არ დასრულებულა ანუ რაღაცა კიდე უნდა გაგრძელდეს ამ ადამიანის სურვილითა და ამ ადამიანის ფიქრებში ანუ ეს არის რა რაღაცა რაც ბოლომდე ვერ მომწიფდა რაღაცა აი ეს გეშტალტი არ ჩახურულა ესე რომ ვთქვა ხო აი ყველაზე სწორი ამ შემთხვევაში იქნება რომ აი ეს ერთი გეშტალტი ვერ შეიკრა და ვერ დაიხურა აი ეს იქნება სწორი მეორე ვარიანტიც ახლა დავემშვიდობები შეგახსენებთ რომ დალაიქოთ გამოიწეროთ ჩემი არხი შეგიძლიათ თქვენს მეგობრს გაუზიაროთ ვისაც იცით რომ ესეთი საკითხები უყვარს და აინტერესებს მასაც დაეხმარებით მეც თქვენს ასეთი ფორმით შეგიძლიათ მადლიერება გამოხატოთ ჩემთან მიმართებაში და მესამე ვარიანტიც გადავედი ამასობაში ახლა აქ რა გვაქვს ჩაფიქრებული ადამიანის განწყობა და დამოკიდებულება არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული თქვენთან მიმართებაში აქვს ძალიან არეული ფიქრები და ძალიან ესეთი ცვალებადი, ქაოტური დამოკიდებულება. ან დღეს რო ერთს ფიქრობს თქვენთან მიმართებაში, ხოლმე მეორეს ფიქრობს, აი ძალიან სწრაფად ეცვლება ხასიათი, განწყობა, დამოკიდებულება თქვენთან მიმართებაში ამ ადამიანს რა. ანუ აი თითქოს კარგიც ახსენდება ამ ადამიანს თქვენზე და ცუდიც. მარტო მხოლოდ კარგს ან მხოლოდ ცუდს ვერ ვიტყვი აქ ამ გაშლაში.
აბა ხე ჩავყვეთ, ჩავეძიოთ მესამე ვარიანტს დეტალურად. ჩაფიქრებულის განწყობა დამოკიდებულება თქვენთან მიმართებაში. რა გაშლა მეთო. მე გავიგე, რატო ამოვიდი დასაწყისში ეგ არკანი და მივხვდი, იმიტომ რომ ნუ აქ დანარჩენ არკანებმა კიდევ უფრო მეტად ჩაშალა ეს საკითხი. სინამდვილეში ადამიანს თქვენთან მიმართებაში ცოტა ეშინია კიდეც. და ეს შიში გამომდინარეობს იქიდან, რომ თქვენ მისთვის ხართ ძალიან მაცდური ადამიანი. და ვერ გაიგო ეს ამხელა მიზიდულობა, ამხელა ინტერესი, ამხელა სწრაფვა თქვენთან მიმართებაში საიდან და როგორ, იმიტომ რომ ადამიანი ფიქრობს, რომ რა მოხდა ეხლა, რა ვუთხარი, თვითონ რა მითხრა, აი, როგორ ვითხრათ, ადამიანმა აგიკვიატათ. შეიძლება არანორმალურად ბევრს ფიქრობდეს თქვენზე. აი, რო ვერ წარმოგიდგანიათ და რო ვერ დაუშვებთ, აი შეიძლება ეგრე ანიჟებულად და აკვიატებულად ობსესიურად ფიქრობდეს თქვენზე. ხო, ნახე როგორი ინფორმაცია წამოვიდა, მაგრამ ეგ არის პასუხი და აი რაღაც თავის ფიქრებში, ფანტაზიებში, რაღაცა მომავლის გეგმებს სახავს თქვენთან მიმართებაში. ახლა როგორც ეხა არკანი ეშმაკის გარდა მოდი ესეც მინდა რომ განმარტო არკანი ეშმაკი გავიგე, მაგრამ ეს ადამიანი ვერ გიმკლავდებათ. აი თითქოს არის თქვენში რაღაცა მაგნეტიზმი, რაღაცა მისტიკა თქვენში ისეთი, რასაც ეს ადამიანი ვერ უმკლავდება და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ეს ადამიანი, რა ცხოვრების სტილი აქვს, რა საქმიანობაში არ აქვს მნიშვნელობა. სულ ჩემი კოლეგა იყოს, იცოდეთ რომ მაინც აი ობსესია და ჩაბჟირება ჭირს თქვენზე. და ვერ გაიგო, აი ეგ როგორ მოახერხეთ მაგ კონდიციამდე, როგორ მიიყვანეთ ეს ადამიანი და ეგ კიდე ცალკე აგიჟებს და მე მინდა ჩავეძიო და გავარკვიო ეს მომავლის გეგმები, უბრალოდ მისი ოცნებები თუ მართლა რამეს გეგმავს თქვენთან მიმართებაში. სხვათაშორის ეს წარმოუდგენია, რომ თქვენ შემთხვევით არ შეხვდით ერთმანეთს, რომ მისთვის ძალიან კარმული და საბედისწერო ადამიანი ხართ და აი რაღაც გაიდეალებთ რატომღაც. არა, რატომაც არა. მე ისეთი ოჩარი და ისეთი ლამაზი გოგო ბიჭები მისმენა, რატომაც არა, მაგრამ ნუ რაღაცა ცოტა არაჯანსაღი განწყობა ტრიალებს ახლა აქ. არ არის ნორმალური ესეთი აკვიატება ადამიანის და თვითონაც იაზრებს მაგას, მაგრამ ნუ ვერაფერს ვერ ცulis სამწუხაროა, მაგრამ ნუ რას ვიცავ. კარგი, ეს მომავლის გეგმებია თუ უბრალოდ ოცნებებია თუ რამეს გააკეთებ თუ რა ხდება კაცო, რა გოგებინე. რა ხდება, ხო? ამას უყურეთ. აი ნახეთ როგორი ფიქრები აქვს და როგორი ანუ რაღაც მომენტებში ცოტა ოცნებებში და უტოპიაში შეიძლება რომ ვარდებოდეს ადამიანი, მაგრამ მეორეს მხრივ აი ხან როგორი მომენტი აქვს ხოლმე ადამიანს, იცი რა? აი მუშაობისთვის, სტაბილური ფინანსური კეთილდღეობის შექმნისთვის мотиваციას აძლევთ და ფიქრობს, რომ აი უნდა იშრომოს, შექმნას სტაბილური ცხოვრება, იმისთვის, რომ თქვენი ღირსი გახდეს და შემოგთავაზოთ
ისეთი ცხოვრება, რომელსაც ის ფიქრობს, რომ თქვენ იმსახურებთ. სხვათა შორის აი მის ფანტაზიებში რაღაცა აი ეს ოჯახურ სცენებში შეიძლება მოგისაზრებდეთ. აქ უფრო პარტნიორული ურთიერთობის სცენარია და რაღაცა იმისთვის იდეალურ პარტნიორად მოისაზრებით. ესე გამოვიდა ამ გაშლაში. და ნუ რაღაც აი ფიქრობს, რომ აი რაღაცა უნდა გააკეთოს ისეთი, რომ აი თქვენ მას შანსი მისცეთ და ჩათვალოთ, რომ ის თქვენი ღირსია. და უფრო მეტად მგონია, რომ ფინანსურ მატერიალურ საკითხში ცდილობს ადამიანი გაუმჯობესებას. კი, და აი რაღაცა мотиваცია და ენერგიის წყარო ხართ მისთვის. აი ამ გზაზე და ამ საქმეში და საინტერესოა. აი თქვენ შექმნა ეს თავისი რაღაცა, რა ვიცი, ცხოვრება რას გეკნოს. მოვა თქვენამდე, ან თქვენთან თუ მოვა მაგ დროშიც თქვენ იქნებით თავისუფალი, იმიტომ რომ ხო რა ვიცი, ახლა ხდება ყველაფერი ცხოვრებაში. რაღაცა ძალიან რაიმდულად განწყობილი ადამიანი, იმიტომ რომ ფიქრობს, რომ აი როგორი კონკურენციაც არ უნდა შეხვდეს ამ გზაზე და როგორი 9-მთა და 9-ზღვაც არ უნდა გაუხდეს გასავლელი, აი მაინც მოვთქვენამდე. თვითონ ესე განწყობილია დღეის მონაცემებით ყოველ შემთხვევაში. და მაშინაც კი როცა ის თქვენთან მოვა, თქვენ მაინც მასზე უკეთეს და უფრო სტაბილურ მდგომარეობაში იქნებით და აი შინაგანად ეს ფაქტი ცოტა შეიძლება აღიზიანებდეს. ნუ რაც არ უნდა იყოს, აქ ნამდვილად ჩანს ის, რომ ენერგეტიკულად ამ ადამიანზე ბევრად ძლიერი ხართ. ნუ ეხლა ყოველ შემთხვევაში ერთი ნაბიჯით წინ ხართ ამ ადამიანზე, სულ მინიმუმ. აი ყველაზე მინიმუმ და ყველაზე ცოტა, მაგრამ ამ ადამიანის დამოკიდებულება, ემოციები და განწყობა არის გულწრფელი. აი ეს ნამდვილად შემიძლია რომ გითხრათ მის თქვენს მიმართ პატივისცემაში და სიყვარულში ეჭვი არ უნდა შეიტანოთ. ეს აი ნამდვილად შეგიძლიათ რომ გახსოვდეთ და აი ამ სიტყვებზე მართლა პასუხისმგებელი ვარ, ანუ ვიცი რასაც ვამბობ. ეს არის ჩემი მესამე ვარიანტისთვის, ჩემი ძვირფასა და ჩემო ლამაზებო, მე ხოლმე დაგემშვიდობოთ. გისურვოთ წარმატებები და ბედნიერება და შეგახსენეთ, რომ პირადი კონსულტაციების მსურველები მეხმენებით ნომერზე 511 14 91 78. აბა ნახვამდის ბედნიერად.